Salam მეგობრებო, დღეს სოციალურ მედიაში შემხვდა ვიდეო, აი ეს ვიდეო რისი ჩვენებაც მინდა ეხა თქვენი. ერთწუთიანი ამოჭრილი ვიდეო იყო ამ რაღაც 1 საათიანი ვიდეოდან. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ რომ ამ 1 საათიანი ვიდეოს ბოლომდე უყურო. უბრალოდ აი ამ ეს ამოჭრილი რაც იყო მინდა რომ თქვენც ნახოთ. და აი სიგიჟია უბრალოდ. იქნებ საკუთარ ქვეყანაში უფრო ბევრი სამუშაო აქვთ და არიციან. ანუ აი ეს არის ყველაზე დიდი კარგად უსმენთ. სოფლიოში რომ რაღაცნაირად ხვის ფონზე ცდილობენ თავი გაიგონონ. სინამდვილეში კიდე გერმანიაში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით გადასახადები როგორი რაოდენობა გადასახადების აქვს საქართველოში არც კი დაესიზმრება და მაგიტო არ მესმის ხალხო სად გარბი ხართ რო გარბი ხართ რო გინდათ ამ ევროპაში თქვენ შეგიძლიათ იმაზე რა ქვია ამდენი გადასახადი გადაიხადოთ ან თქვენ შეგიძლიათ რომ კანონის მონები იყოთ კი ბატონო კანონის მონები იყავით და წადით ამ იმაში ევროპაში დამოუკიდებლად წადით ინდივიდუალური ადამიანები წადით მაგრამ ქვეყანას ვეუბნებით რომ გინათ თუ არა ევროპაში უნდა შევიდეს ეს ქვეყანა ვერასდროს ვერ იქნება კანონის მონა არზის ჩვენ ეს არ გამოგვდის და ჩვენ ეს კანონის მონა არასდროს საქართველოს ვერ გახდება კანონის მონა იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ზოგადად კანონმორჩილი ერი ესე რო ვთქვა აი ჩერხო ანუ რა სისულელებს ბოდავს? არსებობა არასება, ეგ სისულელი არის. ყველა ერთს ყავს კანონმორჩილი ადამიანები და არაკანონმორჩილი ადამიანები. ანუ უკვე სისულელეს ლაპარაკობს. მერე მეორე, შოუში რომ იყავთ ადამიანი, ხო შეიძლება რომ პუდრა წავსვათ, რო არ პრიალებდეს და ოფლიზე და რეწყობოდეს და მერე მესამე. ალბათონო, ძალიან გთხოვთ. ქართულ ენაში არ არსებობს ასო ფ. ფ არსებობს რუსულში. გამოიყენეთ ასო ფ. და მეოთხე კიდე დაგეწვათ კიდევ ეგ პინგვინის ხელთათმანები კონკრეტულად გულისხმობ ტიმ ბარტონის ბეტმენში რო პინგვინს ხელთათმანები აქვს აი ზუსტად ეგეთი აცვია და რა ჯანდაბათ უნდა ტელეშოუში არ ვიცი მაგრამ ოკეი კი ბატონო სტილი ძმაო სტილი კაი გავაგრძელოთ რავი პრობლემაა ქართულს ამასთან დაკავშირებით კანონთან მიმართებაში ჩვენ ესე დამოკიდებულები ვერ გავხდებით ვერასდროს როგორც ევროპაში ხდება და ზოგადად თუ ვინმეს გონია რომ ევროპაში შემოსვლით ამ ქვეყანას რეალური სარგებელი ექნება მაშინ ძალიან ცდება იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ევროპაში ვინ გიღებს რომ შეხვიდეთ ვინ გეპატიჟებათ და არ გვეპატიჟებიან და არ შევდივართ ეს კიდე ცალკე თემაა მაგრამ მეორე საკითხია ხარით ხუთი სიკეთე რა შეიძლება მოუტანოს ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირმა რომელიც უკვე ძალიან ცუდ პრობლემებშია და მე მგონი რომ დაშლის პირას არის. დაშლის პირას არისო ბიჭო. ვახ. ეხლა მაინტერესებს პროსტა ევროკავშირის ევროკავშირის ქვეყნები არის ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დენმარკი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი. ევროპის ყველაზე ტოპ ქვეყნები არიან ევროკავშირის წევრები. და ეს ქალბატონი სახელი არ ვიცი რა ქვია მაიცადე? გამარჯობათ, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ უფლებადამცველი ლიკა გამრეკელი. ქალბატონი ლიკა გამრეკელი, უფლებადამცველი თურმე. ქალბატონო ლიკა, უფლებადამცველი როცა ხართ, უნდა გქონდეთ ინფორმაცია იმაზეც, რომ ევროკავშირი არ არის რაღაც ხელწამოსაკრავი დაჯგუფება, ანუ მთლიანი ევროკავშირის GDP, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი 2024 წლისთვის იყო 19.4 ტრილიონი დოლარი ნომინალური. იცით რამდენია ტრილიონი? 1000 მილიარდი არის 1 ტრილიონი. მილიარდი არის 1000 მილიონი. საქართველოს GDP მაინტერესებს. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2024 წლისთვის ამერიკულ დოლარში 9.2 მილიარდი. 9.2 მილიარდი.
9.2 მილიარდი არაფერი არ არის და თან ქალბატონი ლიკა ამ ვიდეოში თუ დაждები და ბოლომდე უყურებთ გვეუბნება რომ საქართველოსო ძალიან ისა აღმავალი ისა ეკონომიკა აქვს და აღმავალი ეკონომიკის მიუხედავად რატომღაც ხალხი საქართველოში შიმშილობს საქართველოში ადამიანებს ფული არ აქვს რომ თვიდან თვემდე იცხოვრონ ანუ იმაზე კი არ მაქვს ლაპარაკი რომ რაღაცა ქონება დააგროვონ ფული გადაინოხონ რაღაცეები იყიდონ კი მილიონერები და ვინც ვიღაცებს ჯიბეებში უზიან და ვინც ხალხის ფულებს ჭამენ კი ბატონო კარგად არიან მილიონერები არიან ტენდერებს იგებენ ნეტავი რატომ და გამოდის ეს ქალბატონი და გვეუბნება რომ ევროკავშირი დაშლის პირას არისო და მითხართ რომ ხუთი მიზეზი რატომ უნდა შევიდეთო ევროკავშირშიო თან ჯერ ვინ გვეპატიჟებაო ანუ ეგ ხო ცალკე სისულელე მობოდეს ანუ ევროკავშირი შენ არ უნდა გეხვეწებოდეს რომ ევროკავშირის შესვლა გინდოდეს ანუ ეს რაღაცა ის არა რა ქვია ნინიას ბაღი არ არის რაღაცა მოთხოვნილებები აქვს ევროკავშირს რომელიც უნდა დააკმაყოფილო თუ არ დააკმაყოფილო გასულ ხარ 900 იქით მე შემიძლია ჩამოთვალო ხუთი მიზეზი პირველი კორუფციის შედარებით ნაკლები დონე რატომ არ უნდა გქონდეს ქვეყანაში კორუფცია იქნება იმიტომ რომ ვიღაცეებმა ვინც დიდ მაღალ პოზიციებზე ზიან ხალხის ფული არ ახრამუნონ და თავიანთ საკითხით არაკეთონ მარტო საქმე მეორე სასამართლო დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლო იმიტომ რომ აშკარაა რომ დღეს ქვეყანაში ჩვენ სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს ვინც ამაში არ ვეთანხმებით ართ უბრალოდ გაუნათლებლები ცოტა უფრო გადათლდით ციგნები წაიკითხეთ anyways ხო და ვინც ხვდებით რომ სამართლიანი სასამართლო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის იმიტომ რომ თუ სამართლიანი სასამართლო არ გაქვს ქვეყანაში არავინ არ მოაშენს ქვეყანაში და არავინ არაფერს ფულს არ ჩადებს რატომ იმიტომ რომ ბიზნესმენს არ აქვს გარანტია იმისა რომ რამე რო უკანონო მოხდეს მას სასამართლო დაიცავს თუნდაც ვიღაცა სირი ბიუროკრატისგან მესამე მიზეზი ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა ანუ ეხა ხო გქონდა უვიზო მიმოსვლა მაგრამ ანუ ევროკავშირის წევრი რო ხარ საერთოდ სხვა ბენეფიტი არის ევროკავშირში შეგიძლია აი ესე წახვიდე აი ეს მოგინდა წასვლა იტალიაში წადი უბრალოდ ბილეთი იყიდე წადი მოგინდა იტალიაში ცხოვრება წადი მოგბეზდა ორ კვირაში იტალიაში ცხოვრება წადი გერმანიაში ანუ სრული თავისუფლება ხალხო წარმოიდგინეთ მთელ ევროპაში სადაც გინდა რამდენი ხანიც გინდა როგორც გინდა აი ეგრე წახვალ ჰაერზე უბრალოდ და ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გექნება საშუალოდ იმდენი შემოსავალი რომ ელემენტარული შიმშილობა არ მოგიწევს და თვიდან თვემდე რაღაც 200 ლარი არ უნდა გქონდეს სამყოფი მეოთხე ევროკავშირის წევრი როცა იქნები ვერავინ ვერ დაგისხმება თავს ვერავინ ვერ გაგიკეთებს ოკუპაციას ვერავინ ვერ მოვა და ვერ წაგართმევს ტერიტორიას რატო? იმიტომ რომ თუ ევროკავშირის წევრს უცხადებ ომს მაშინ თლიან ევროკავშირს უცხადებ ომს და თქვენ გინდათ რომ თლიან ევროკავშირს გამოუცხადოთ ომი? არავის არ უნდა ეგ გარდა რუსეთისა ან ჩრდილოეთ კორეისა ან ისეთი ქვეყნებისა სადაც არის დიქტატურა და რაღაც ქვეყნის მმართველები არიან გამოყალევებული დეგენერატი ეგოისტები რომელსაც მარტო ძალაუფლება აინტერესებს და სხვა მეტი არაფერი როგორ შეიძლება ბიჭო ანუ ან პუტინი ან სინძიპინი რა შუაში ეჩიენთის ის ამარა იქაც კომუნისტები არიან ეგენც არ არიან სრულწყუაზე სინძიპინი კი არა რა ჯანდაბაქვია ჩრდილოეთ კორეის იმას კიმ ჩენ ინი ხო ანუ როგორ შეიძლება რომ ეგეთი ადამიანები ჩათვალო ადეკვატურად როგორ შეიძლება რომ ეგეთ ქვეყნებთან გინდოდეს მეგობრობა ანუ ტიპი რომ ტუპა არა მეგობრული არის ეგეთ ადამიანთან რატომ უნდა მოგინდეს მეგობრობა ანუ ხოსის სულელე არის ახ ბიჭო და მეხუთე რაც კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანებს არ მაქვს ასაკზე საუბარი ადამიანებს გარდა იმისა რომ შეიძლებათ მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში შეიძლებათ ყველგან სწავლა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნის ამაღლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად საშუალო სტატისტიკური ადამიანი არ არის ძალიან ჭკვიანი უბრალოდ ეგრე არის როცა ქვეყანაში ყველაფერი არის დაალაგებული როცა ქვეყანაში იმაზე სადარდებელი არ აქვს რომ ვიღაცა შეიძლება უსამართლოდ მოგიქცეს და არავინ არ დაგიცავს როცა ქვეყანაში სადარდებელი იმაზე არ აქვს რომ შეიძლება რაღაც ხვალ პურის ფული არ გქონდეს მაშინ ხარ კონცენტრირებული თვით განვითარებაზე მაშინ ხარ კონცენტრირებული სწავლაზე მაშინ ხარ კონცენტრირებული იმაზე თუ როგორ გახდე უკეთესი არა მარტო საკუთარი თავისთვის და საკუთარი გარემომცველობისთვის არამედ ქვეყნისთვის და უფრო დიდ რაღაცეებზე ფიქრობ ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ მაგალითად გაჭირვებულ ქვეყნებში როგორიცაა სიტყვაზე ინდოეთი არ ფიქრობენ განათლებაზე არ ფიქრობენ რაღაც საჭირბოროტო საქმეებზე მათი
ერთადერთი საფიქრელი არის ის, რომ ხვალ რო გაიღვიძებენ, რა ჭამონ და როგორ გადარჩნენ, რაც მთავარია. როგორ გადარჩნენ და რატო უნდა გიწევდეს 21 საუკუნეში 2025 წელი როა კარზე იმაზე ფიქრი, რომ ხვალ როგორ უნდა გადარჩე. ქვეყანაში რო ცხოვრობ. შენი ქვეყანა უნდა გაძლევდეს მაგ ყველაფერს. შენ ქვეყანაში შენ ცხოვრება უნდა შეგიძლოს ისე, რომ არ გიწევდეს ფიქრი გადარჩენაზე. აი ამაში თუ ვინმე არ მეთანხმებით, თქვენ შეგეცით. ძალიან მარტივად. არ ვიცი, სხვა რა უნდა გითხრათ. ხო და აი ეს არის მინიმუმ 5 მიზეზი, რატო უნდა გინდოდეს ადამიანს ევროკავშირში. ან თუ მაინც და მაინც ევროკავშირში არ გინდა, უნდა გქონდეს იმის ტრაკი, რომ ევროკავშირის ნაირი ქვეყანა იყო. და თუ არა გაქვს მაგის ტრაკი, უნდა დააყენო ეგ ტრაკი და უნდა მისცე შენს ქვეყანას იმის უფლება, რომ ისეთი რაღაცეები გააკეთო, რაც ევროპაკავშირი გთხოვს, რომ გთხოვ ეს რაღაცეები მოაყომარე და მე მოდი ჩემთან და მე ყველა მაგ ბენეფიტს მოგცემ. მაგრამ არა, იშლება თურმე ევროკავშირი ტრილიარდი. აх, ბიჭო. შოკია პროსტა, ანუ რებს ბაზრობენ, აი, აх. მოგვდის და ჩვენს არ გამოგვივა არასდროს. გადასახადი გადაიხადოთ, ან თქვენ შეგიძლიათ, რომ კანონის მონება. აი, თქვენ შეგიძლიათ, რომ მაღალი გადასახადი გადაიხადოთ? გაინტერესებთ გერმანიაში მაღალ გადასახადებს ადამიანები როგორ იხდიან? მაღალი შემოსავალი აქვთ. ადამიანი, რომელიც მუშაობს რაღაც ქარხანაში, შოკოლადის ქარხანაში ადამიანები რომ მუშაობენ, გაინტერესებთ რამდენი აქვს ხელფასი? მინიმუმ 3000 ევრო. 3000 ევრო არის დაახლოებით 9000 ლარი. შოკი, ვაიმე, როგორ იხდიან გადასახადებს? სასწაული. საქართველოში იმის და მიუხედავად რომ ძალიან დაბალი გადასახადები გვაქვს, მაინც უჭირს ხალხს გადასახადების გადახდა. იცით რატომ? 800 ლარზე მუშაობენ ნიკორაში. მიდი ეხა და უსმინე ამათ.